როგორ ახართ? ძალიან ბევრ დილამშვიდობისას გაიგებთ სავარაუდოდ ამ ვიდეოში თუ ყველა ავაწყე კადრი. შეიძლება არც ავაწყო, მაგრამ თუ ავაწყე. იმიტომ რომ რაღაცა დღეები აღარ ჩავსვი სხვა ვიდეოში, რაღაცა და ალბათ ეხლა გავკინდა არ ვიცი. აბა რა შვებით. ამ წუნამ გული გამიწყალა. აი ამ ქოლგით მინდა თავი გაუჩიჩქო, მაგრამ წავიდეთ, რაღაცები მინდა ვიყიდო და მე სამსახურში გავიქცეთ. სავარაუდოდ იქ ვერ გადავიღებ კადრებს. დიდად არ უნდათ ხოლმე მაღაზიებს გადაღება და რა გავაკეთოთ. გავიქეცით. ბავშვი გადამაყვანინა გიამ და ჩამომიყვანა თითქმის მეტრომდე, ნუ ზედა ქუჩამდე, რომ აქ ტრასაზე აღარ გამოევლო. ძლიერი მოყოლა, როგორ გამოვიყურები. ეს მკვეთრი ტურსაცხი მაქვს. მოიწოთ ფანქარი. წავიდეთ სუდა სახლში. საღება ვიყიდე, იმიტომ რომ თან ჭირდება, მაგრამ გოგოები ძალიან მალე იწყება ფასდაკლებები სუფთა სახლში, ასე რომ მივჩქარებთ რაღაცებს ყიდოს, მე უკან გამოვედი. იმიტომ რომ დაველოდები, მოკლედ. მოდი წავიდეთ მოზაიკაში, რაღაც მინდა მოვძებნო. მოზაიკაში ვიყიდე რაღაცები, რასაც სახლში გაგიზიარებთ. დეტალურად თავის ფასებით რა არის. ამასობაში გოგვიარდო, ხო? არა იმედი მაქვს რომ 4 წუთში მივალ ადგილამდე. სხვათა შორის წარბის ფიქსატორი უკვე წავისვი იქვე. და დღეს დავტესტავ როგორი იქნება. ანუ რას შეინარჩუნებს რა. ოდნავ ის დაყვება. ბზინვარება. ახლა ამ გაგანია ღრუბელში რა უნდა დაინახოთ ვერ გეტყვით, მაგრამ მინდით დაყვება. ასე. ტურცაცხი ვერ ვიპოვე საჩემო. ვეძებს ამთლით წითელს. გიჟდები. ისე მყავს. გიჟდები ისე მყავს ხალხო. ის გიყვართ ჩემსავით. მოვახციე სახლამდე როგორც ხედავთ. თან პროდუქტები გავახარისხოთ, თან ვიჭორაოთ. თან დაღლილი ვარ. 5 ხდება და ჯერ საჭმელი არ მიჭამია, იმიტომ რომ ვერ მოვახერხე ფიზიკურად არ მეცალა მაგისთვის და მეთქი უკვე რო გვიანი იყო, უფრო მეტი წავასახში შევჭამ თქო. აქ აღარ მინდა მეთქი ვაქცია. წვნიას ვაცხელებ მამაჩემისთვის. ესე იგი რაღაცა აი ეგრე წოდებულ ოქტავოის რო ეძახიან მან ეს ვიყიდე 2.50 თუ რაღაც სხვა სავარაუდოდ ველოდები ჩემს მეგობრებს სავარაუდოდ და ბავშვები მიირთმევენ. ეს რა არის ხარანაირად ჩემს მოკლედ მწვანილები, აი მე დედა წამალისა ჩამედია თუ დასვოლ და ეხა ნახე. თავის ტკივილის წამალი ვიყიდე. GPS-ში რაღაცა ეს ავერსი რემონტში ყოფილა ვაგზალზე და არგენტინა ყოფილა მწარმოებელი ქვეყანა. დაწერია ეს რა ქვია. წამლის სახელწოდება. ვაიმე. ბლოკი რაღაც. ვერ გავიგე აწერია. აქ აწეროს კაცო. კი კაცო, დასახელება დიკლოფენაკი ყოფილა ამასობაში და მე დიკლო და ვერ წავიკითხე. მოვიდა ჩვენი საყვარელი ბალახეულობა, მწვანე ხალხი ლარად ვიყიდე, ანუ ორ ლარად ორივე ერთად და მე ვგიჟდები მწვანე ხალხს და
ნუ ტარხუნა ჩემთვის აი არ ვიცი, მეფეც არის დედოფალიც და რა ვიცი, ყველაფერი. აი ер ბატონო, 4 ცალი ვიყიდე. მშვენიერი ის არის შეკურა ყოველ შემთხვევაში. მივეცი გოგოებო ლარი. ანუ სულ წელებში მოკეთ გადავიხადე 5 ლარი. ისინი უნდა გავრეცხო, ამიტომ დროებით ეს შევინახოთ, ამის გარეცხვის არ დახარიცხების თავი არა მაქვს. თან არანაირი სურვილი თან ყველაფერთან ერთად. ორნაბიჩი რა ვიცი, უცარიელი იყო, ყველაფერი რაღაცა მინდოდა, აი ვერც გავიგე რა მინდოდა. მე დედა ცელოფანი რა ძალიან გაფრთხილეთ. ეს რა არის? გამოვიარე ბარემ და ის ვიყიდე. ორლარად მარიკოსი. აი მე დედიკო. სველი ხელსახოცები გამოვაყოლე, ხელს ფაზეკლება იყო. არიფია, ნო. 2 ლარი და 99 და ბარემ 2 ცალი ვიყიდე. ვიყენებ კარგად ფოტოშორის. შვენივრად რომელიც ჩემთვის ძალიან უყვარს. თქვენ პატარებს უყვართ, თუ არ ეგეს დამიწერეთ, ამას აი გიждდება ისე უყვარს. თუმცა დღეს ძალიან ცუდად მომექცა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ოროს ვერ მიიღებს. ასევე ძალიან უყვარს და რატო არ ვიცი, აი ეს ჟელიბონები და რა თქმა უნდა ვერც ამას ვერ მიიღებს დღეს. ეს 2.60 თუ არა 2.20 თუ რაღაც გიდა და ესეც დაახლოებით ესე რა. კაფე რომელიც ასევე ხვალ შემოგყვებით მოვლენ ყავასთან მიაყოლებენ. გერკულესი ვიყიდე, იმიტომ რომ შვილის ფანტელი უფრო სწორად მარიკო კარგად მიირთმევს და არ არის ცუდი. ამიტომ ვიყიდე. რა ვიცი ხა ზოგადად რო გითხრათ თვითონ აფთიაქის ჯუბიაო, მაგრამ რა ვიცი, აბა ხან მას ვყიდულობ, ხან ამას ხარ რო გითხრათ დიდათ უკვე აფთიაქის ჰერკულესებზე და რაღაცებზე ვზივარ მოგატყუებ. ასევე ხელს გამოვაყოლე მარილი, ჩემი საყვარელი მარილი, მე ხო მარილზე ის მჭერს რაღაცა ფეთება. ჩემი შვილის კი არა და რისია ეს? შვილის კი ბატონო, პური, რომელსაც აქვს 166 კალორია, ინახეთ. ფანტელებიც აყრია ზემოდან. და არის ძალიან გემრიელი, ანუ უბრალოდ მე მიმეჩვია გემოები, აი არ ვიცი როგორ გითხრათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამას მივირთმევ. ეს დღეს ეს 2 და რაღაც თუ რაღაც არ მახსოვს რა ზუსტად. არის ძალიან კარგი. ასე. ხო, ზეხვი ვიყიდე გერმანული პრემიუმ. თუ შეიძლება გაიწიე მაცევრიდან დედიკო. 5 ლარი. ასე. ამერებს მე შევახარისხებ, სადაც საჭიროა, მაგრამ ახლა არა მაქვს თავი და ენერგია. ერთ-ერთი რაც მინდა არის გამოცვლა, მეტი არაფერი. ამერებს რა თქმა უნდა გითხარით, რომ დღეს არ მიიღებს არც ერთ ვარიანტში, შესაბამისად ესეც უნდა შევინახოთ. მე არ მიყვარს აქ რო მყავხარ და აქ რო ამხვალ. არავისგან, არც შვილისგან, არც ქმრისგან, არც ბებიისგან, არც ბაბუისგან და ზოგადად არ მიყვარს გავსი რაღაცები. ძალიან რომ ატკენა მაწყენია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ. მე რო ზეთყვები, შენ ეს ყოფილი დაინახო და თუ ვერ დაინახავ, ანალოგიურად მიიღებ ჩემგან საკადრის დღეს. ასე რომ არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ მე ესი არ ვარ, რომ ფარავშეს ბავშვია თუ რაღაც, ანუ ძალიან კარგად აანალიზებს, რას ამბობს, რას აკეთებს. მიუხედავად თავისი ასაკისა, არის საკმაოდ გონიერი, მშვენივრად იცის რას მეუბნება, მშვენივრად იცის რა არ უნდა მითხრას და თუ მეწყინება ისიც იცის, რომ მე წყენას სხვანაირად გამოვხატავ და ესე მარტივად არ ჩაივლის წყენა. რა თქმა უნდა, მე იქნება ჩახუტებაც, კოცნაც ასე შემდეგ, მაგრამ იმ თემაზე საუბარი აუცილებლად იქნება, რაზეც ძალიან მაწყენინა,
და არ მირთმევა რაც მოუტანა, რა თქმა უნდა არ მირთმევად იქნება. არ შეიცვლება ამ მხრივ არაფერი. ასე რომ თუ უნდა გამკითხოთ, გეტყვით რომ მე ისევ ასე მოიქცევი თუ მაწყენინებს, ამიტომ თქვენ როგორ მოიქცევით, ეგ უკვე თქვენი საქმეა. მაგრამ ჩემთვის ასეა მისაღები, რავი, როგორც გინდა დაარქვით. ძალიან ვარ ნაწყენი, მგონი მეტყობა კიდეც დიდი ალბათობით. კარგი, ეს აქ დავალაგოთ და გავრეცხოთ მერე. მოვაჭრათ. ასე. უბედნიერესი ადამიანი ვარ ხვალ შაბათია, იმიტომ რომ გრძნობ რომ გადავიწვი ამ კვირაში. ამ კვირაში ალბათ ყველაზე მეტად დავიღალე, რაც კი დავღლილ ვარ, რავი, ბოლო 1 თვე ან მეტი. კარგი, მოვაცალოთ და მერე კარგად ვრეცხოთ. წვრილი ადგილებში ტალახები რო იცის ხო იცით, ეგ უნდა მოვაცალოთ. ასე, სხვათა შორის მე მიყვარს ესეთი წვრილი პაწაწუნა სიგრძეში კი არ არის, ესეთი წვრილი მწვანე ხახვი. და ხანდახან ისე მომენატრება ხოლმე სეზონზე როცა არ არის, ისე მომენატრება ხოლმე. ვიტყვი, ვაიმე ხო მაჭამა. რა თქმა უნდა ვერი შოვი მაგ. იმე ხო მაჭამა ვიტყვი ხოლმე. ისე დროს ეს სეზონი არ არის ამება. ასე კინაღამ წამალის მივაყოლე, არ დაილევაო იმის გარეშეო, კვების გარეშეო, მითხრეს და არ დამიოვო, შესაბამისად რადგან არ მიჭამია. ცოტა ხანში უნდა მივირთვა. ხო და იმას ვიზავ რა ქვია. მერე დავვლევ. უჭმელობის გამო არ მტკივა თავი მტკივა გადაღლილობის გამო, ძალიან ძლიერი ხმაურის გამო, წელს თველი დღე შფანდურში ვარ. შესაბამისად ძალიან ამტკივდა თავი. ანუ ახლა კი არ ამტკივდა, დილიდან უკვე ასე ვარ ამის თქმით. და პლუს ის რომ არ მიჭამია. და ეს ზეთ. კარგი, ახლა უნდა გაჩვენოთ მოზაიკაში ნაკლები რაღაცეები. მარიკო თუ შეიძლება რა? ჩემზე манипуляციები ხო იცი რომ არ მოქმედებს ედიკო. სანამ არ მიხვდები იმას რა შეცდომა დაუშვი და სანამ არ აღიარა, სანამ არ მოხვალ და მეტყვი რომ დედიკო შევცდი, ძალიან გთხოვ, ესე ძალიან ნუ იმას ვიზავთ რა ქვია. მიყოთ მამას კერძი და ავუცუნცულოთ. ასე. ვუალა. ჩვენ წვიანი. გოგოებო, მირჩეთ სად ვიყიდო გამოსატარებელი ელექტრო ხორცის. განვადებით უნდა ვიყიდო, ოღონდ ალტაში ცოტა არ იყოს მეძვი რა, რაღა დაგიმალოთ. მგონია რომ ცოტა გაზრდილი ფასები აქვს და ოღონდ პლასმასის კარკასზე არ მინდა. თუ ვიყიდი, მაგრამ ვიყიდი ნორმალურს. არ მინდა ეს პლასმასები და ეხა ეგენი მასკენი კიდე. მაგრამ თუ ვიყიდი თქო ვიძახი ესე რა. ხო და რა ვიცი აბა. მოდი რაც დარჩა წვნიანი გადავიღოთ. მიყვარს, აი გიშდები ხალხო. ესეთ რაღაცეებზე ჩემთვის ისეთი კომფორტულია, აი რომ რა გითხრათ, ისეთი კომფორტულია. ზუსტად არის ერთი კვება დარჩენილი კიდევ ქვაფში, ახლა ამას გადავიტან და საღამოს რომ მოვა ჩემი მეუღლე სიამოვნებით მივთმევს. ხვალ თუ მოვახერხე, არ ვიცი, ოღონდ რამდენად მეცლობა. ნახოთ ხვალინდელი დღე რა და როგორ იქნება. ბადრიჯანი უნდა, იმას იქნა რა ქვია. შევწვა ამ მწვანელობიო გავაკეთო. მაშინ რომ ვიყიდი, არ გამიკეთებია, იმიტომ რომ სხვადასხვა სადილები იყო და რაღაცნაირად ვერ ჩავაკვეტე იმაში, რომ ნამედი და ეს ცელოფანი მიშლის ნერვებს რატოა ეგრე. რატო ხარ შვილო ამოწეული? გიშდებია. აი. უკვე აი მოდის. ნუ აი ტარხუნაზე ხო საერთოდ რა მემართება.
კაი, ეს უნდა გაირესოს, რა თქმა უნდა, ხამას რა მაჭიროს, იწუწიანი არის. ხო, უნდა დავაყოლოთ ჩვენ ამას. რადგან საერთოდ არ მომეპოვება არაფერი ქვეყნიერებაზე რომ მივირთვა. ანუ არ ვიცი დღეს ასე რატო გამოვიფხიკე, რომ ჩემს ვერაფერი გავიკეთე. მივირთვათ, გიждები, ძალიან მიყვარს, აი ისე მიყვარს, რომ სიტყვები არ მყოფნის. 270 კალორია აქვს, ხო, ბევრი აქვს. მაგრამ ნუ სულ არ მივირთ მე, იმიტომ რომ ეს კაცო რამდენი 150 გრამია და ეხლა 270 კალორია, ისა ხო 270 კალორია, 150 გრამი, ხო, ნახოთ როგორ იქნება თუ გადამეკეტა 2 წელს მივირთ. ეს და მინდა რომ რა მივაყოლოთ? ყველი უნდა მივაყოლოთ გოგოებო და აუცილებლად უნდა მივაყოლოთ პური. და აუცილებლად დავაყოლოთ აი. ხო და მოკლედ. ახსნიბარე. ასეთი ამბები. არც ერთი კუნთი აღარ მივარგა, ისე ვარ ფეხებში დაღალილი. იმიტომ რომ დღეს სერიოზული ის იყო, რა ქვია. პარასკევი როგორ არის, იცით გოგოებო, უკვე. ანუ პარასკევი დღე არის, აი ბოლო ძალები რო გაქვს და რომ რაღაცნაირად მიიტანოს სული სახლამდე, ეგრე ვარ მე ბავშვებიც და ყველა პედაგოგიც. ეგრე აქვს, პარასკევი დღე უკვე ძალიან დაღლის დღეა. აი, ნახოთ მოზაიკის რაღაცეები, რა შევიცინე. რა შევიცინეთ. და რამდენად კმაყოფილი ვარ წარბის ფიქსატორით, მაგასაც ბარემ გეტყვით. მოკლედ, აქამდე რატო არ ვიყენებდი, აი მართლა ვფიქრობ და დედას გებცები თუ მივხვდე რატო არ ვიყენებდი აქამდე. შტატივი მაქვს, რომელიც ახლა სკამზე ვზივარ, ჩვეულებრივი მსკამები რო სამზარეულოს. და აწეული მაქვს და კი ხედავთ, ანუ რამდენად კარგად ჩანს ყველაფერი და კადრები რამდენად კარგად არის და კომფორტულია და არ წვალობ ეხა ესე დაყენე თუ ისე და აი რატო არ ვიყენებდი მართლა ჩემამდე დედას გებცები თუ დადიოდეს. კაი, რაღაცებს ხა მე ამოვალაგებ. ვნახოთ რა შევიცინე. ყოველ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ. თუმცა ჯერ მოდის ჩავიხედოთ სარკეში და რატო. იქ კარგად ვერ დავინახე, სამსახურში საერთოდ დიდად არ ჩამიხედავს ეგრე და მე მინდა იმაზე ვნახო, რა ქვია, განათებაზე ვნახო 1 წუთით თქვენის ნებართვით. კი, ნორმალური. კაი, ეხლა გეტყვით რატო შეგკრიბეთ აქ მოზაიკასთან დაკავშირებით. მოიცა ცოტა შტატივი მოვწიო, რომ კარგად გაგინათოთ. კარგად გავანათოთ. აი მე ესე ჩვენში დარჩეს და ქვით არის მომწეს და ხო არის ციცაწაბილი. ეს ხო არ არის ნეტა, მოიცათ აბა გოგოებო. ეხლა რა ხდება? აქ ვიყიდე წარბის ფიქსატორი. აი ესეთი, რომელსაც არ ვიცი რამდენად ხედავთ, მაგრამ ჭყველა ნაწილაკები აქვს გარეული. რაც იმას ნიშნავს, რომ ოდნავ რო ტრიალებ, რაღაცნაირად კი ბრჭყვიალებს, ოღონდ ოდნავ და ისი არა. რა ანათებდე. საკმაოდ გრძელია და სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ამხელა, მაგრამ ნუ რა ვიცი ახლა 10 გრამია წერია ზედ. ამხელა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ნუ რა ვიცი, მოკლედ ეს გადაწყდა და ეს შევიწინე და კაი იყოს. გარეთ მაინც არ ვიყენებ, ხასახში ვიყენებ და მივდივარ ხოლმე, მაგრამ მაინც ყოველთვის პატარა მისჩევნია ხოლმე, მაგრამ არ იყო. მოკლედ, ნახეთ. ესეთი ფუნჯი აქვს. ესეთი. სუნი კარგი არ აქვს, აი მოსპირტო სუნი აქვს რაღაცნაირი, თუმცა არ არის ცუდი. არ ახმობს, ანუ კარგი რა არის და რატომ მომეწონა გეტყვით, მე იქვე გამოვიყენე სხვათა შორის, რო გაატარა და იმას ვქენი მოკლედ გადახდის მერე, იქვე დავტესტე. მაინტერესებდა ხო არ ახმობდა. იმიტომ რომ მე დიდად გამხმარი წარბები არ მომწონს. და დატოვა როგორც იცით, აი სირბილი აქვს შენარჩუნებული, მაგრამ ოდნავ გამხმარია. ეს მე საერთოდ გამხმარი, აი ოდნავ სიმაგრე აქვს, მაგრამ
აი შენ რო ეხლა თითი მომადო ვინმე ნებისმიერმა ადამიანმა დიდად ვერ მიხვდებით რომ მისვია რა. და აი ძალიან მომეწონა. შოქში არ ჩავარდი ახლა რა უნდა იყოს წარბების არის რა. მაგრამ მომეწონა. ყოველ შემთხვევაში შეფერილი რო არის მეორე მაქვს მე ეგეთი. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე არ მაქვს წარბზე არანაირი პრობლემა და ვაი და გაიცადე ბევრი რაღაცა მუქი წავისვა რომ გამომიჩნდეს წარბი და ასე შემდეგ არ ვარ და არ მაქვს ეს პრობლემა. აი მაქვს ესეთი მაგრამ დიდად არ ვიყენებ, ძალიან იშვიათად ვიყენებ, ეს საკმაოდ მკვეთრია და ძალიან ცოტა უნდა წაისვათ, იმიტომ რომ ფერავს ძალიან დაფერილით არის. მოყავისფროა. ცუდი არ არის, მაგრამ არ საჭიროებს ანუ ჩემი წარბი რა, იმიტომ რომ ვთვლი რომ საკმარისად მაქვს წარბი და ეხლა აღარ მინდა ამის კიდე რაღაცა გამკვეთრებები და ისინი. შემდეგი არის აი ეს რომელიც მაქვს და ჩემგან ნამდვილად Faberlic-ის არის და ნამდვილად გავცემ ამაზე რეკომენდაციას და თავს დავდებ. არის ძალიან კარგი, რომელიც Faberlic-მა გამომიგზავნა სხვათა შესაძლოა გითხარით კიდეც და კი ხედავთ აგერ უკვე გაფუჭდა. უკვე აღარ ვარ განუ. თუმცა აი მაინც არის ხოლმე რომ თუ ძალიან მჭირდება ეს და მაინც აყენებს. თუმცა ამის გადაგდების დრო მოვიდა რა თქმა უნდა, იმიტომ აღარაფერი აღარ არის, უბრალოდ ვინახავ ხოლმე რომ თუ რამე იყოს აი რეკომენდაცია გაუწიო, ან არის ხოლმე შემთხვევა რომ თავად მე თვითონ მჭირდება და მოკლედ. მომინახეთ. თუმცა ეს ამდენი ხო არ არის ხალხო, რეალურად აემხელა ჯერ ის აქვს რა ვქქვით. ამიტომ აქამდე არ არის, მაგრამ მერჩი რომ პატარა ყოფილიყო თუნდაც ამხელა. ხო, ანუ ვიცი. რეკომენდაციას გავუწევ. მოზაიკაში იყიდება გოგოები და ეხლა ვიგეტყვით რა ვედა. თითქოს 10 ლარამდე მახსოვს, აბა ვნახოთ. გადავამოწმოთ. მოდით წავიკითხოთ რა ღირდა. დედა რანაირად წერია. ბავშვობაში მიყვარდა ხოლმე ამის კეთება. აუ როგორ წერია, იცი გოგოებო, ფასები არ წერია. უბრალოდ წერია რა არის. ფასები რატომ ეგონა რომ ეწერა? არა, ფასები არა წერია გოგოებო. არაფერს. უბრალოდ რაოდენობები ეწერია. არა უშავს არ არის ხა დიდი პრობლემა და საგანგაშო სულ გადავიხადე ხა რაც უნდა გათვალელებინოთ 31 და 90 თეთრი ლარი. ხო, ეს განვიხილეთ მოკლედ და საკმაოდ მომეწონა. ლაშპური ფიქსიც. ამიტომ მოვათავსოთ თავის ადგილას. რადგან ხელის ძალიან ბევრნაირი მქონდა და ზოგი გამითავდა, ზოგი სუნი აღარ მომეწონა და ასე შემდეგ. ბარემ ხელს გამოვაყოლე აი ეს ქოქოსი მქონდა, ოღონდ სხვანაირი გარეშე ფუთვით და ის აღარ მინდოდა დიდად რაღაც ვეღარ მოვიწონი, არ ვიცი რატო და იმ გოგონას უთხარი რომ მეთქი ის დიდად აღარ მომწონს თქო და სხვანაირი ქოქოსი თუ და ეს მირჩია მოკლედ და მინდა აღნიშნო საბურთალოზე აი მიწკევიჩის ტერიტორიისკენ მანდეც არ მისული მიწკევიჩამდე მოზაიკა სუფთა სახლის გვერდით გახსნილი და არის სასწაული კონსულტანტი. ოღონდ სახელი სამწუხაროდ არ ვიცი რატო არ ვკითხე, მაგრამ რა ვიცი, მოკლედ არ ვიცი. და ისეთი კარგი მომსახურება ქონდა და ისეთი კეთილგანწყობილი იყო, აი არ ვიცი, გადავირიე. ხო და აი ეს მიჩე თუ ქოქოსი გინდაო, ამას ძალიან კარგად იყენებენო, მითხრა, კარგად ყავსო მომხმარებელი და სცადეო და მეთქი კაი დავტესტოთ. შვილო ახსენი ეხლა კანით ახსნიდი? აი მე დედა რამდენი გადმოვიდა. ნახოთ. აქავე დაგიტესტავთ მე. სუნი აქვს როგორც იმას, ოღონდ ამას თითქოს ოდენავ თითქოს სხვანაირი, მაგრამ ანუ ქოქოსი არა. მაგრამ რაც ოდენავ თითქოს სხვანაირი აქვს. ოღონდ რა განსხვავება ეხა ამას და იმას შორის კი აღარ მეკითხავს, რავი არის გამხსენებია, თან დილით ვიყიდე სამსახურში გავრბოდი, ამიტომ დეტალებში არ ჩავეძიე.
ამის სუნიჯობია. მოკლედ თუ სადმე ნახოთ ასეთი ქოქოსი, ორნაირია ქოქოსი, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს იყიდეთ. შემიგანი. სახისთვის ვუყიდე ქალბატონს. მე ხალხ ყველაფერი ლამის რუსულია, გადავირიე. ნახოთ ეს. გასახურდია, კაი, ხა აღარ ვნახავ, მაგრამ სადღაც 5 ლარამდე ღირს თუ არ ვცდები, ალისა წერია და მითხრა გოგონამ, რომ გადავირიე ხალხო, სადაც არ უნდა შეხვიდეთ, პროდუქციის უმრავლესობა არის რუსული. უმრავლესობა არის რუსული. ალისას აქებენო ძალიანო და ძალიან კარგად ყავს ასევე ალისასო მომხმარებელიო და მეთქი კაი ნახოთ, მეც დავტესტავ მეთქი, ამიტომ შევიძინე. 5 ლარიც არ ღირს რა, მოკლედ. აი ეს სახისთვის არის კარგი და მე ამაზეც დავტესტავ, მაგრამ ეხლა არ მინდა ცოტა დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და არ მინდა საუბარი. ასევე ვყიდე შამპუნი, რომელიც არის იდეალური სუნის 3+1 შამპუნია, მარწყვი და კიდე რაღაცები ურებია. ის აი სუნი აქვს ხალხო ფანტასტიკური, ეს რამდენი მივეცია მაშინ. 7 რაღაც, არ ვიცი მოკლედ, სადღაც 5-დან 7 ლარამდე მაქსიმუმ. რა წერია, წაისვით საჭირო რაოდენობის სველთ მაზე, კარგად ჩამოიბანეთ წყლით, წაისვით მცირე რაოდენობით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. და რატო არ ვიცოდით, რომ თბილი წყლით დაგვებან. ხო. შემდეგი, რაც ვიყიდე და ვფიქრობ, რომ უნდა მომეწონოს, ეს არის ტუში. ტუში მაქვს რამდენიმენაირი, შავები უნდა გადავყარო და ასევე მაქვს ლურჯი, ჯერჯერობით ლურჯს არ გადავაგდებ, იმიტომ რომ არის გამოსადეგია ჯერ და იყოს. და მოკლედ აი ეს შევიძინე. ახლა ვერ დავტესტავ, იმიტომ რომ მისვია სხვა ტუში და სხვა ფერი. საკმაოდ სქელი კი არა, აი უსქელესი. ნახეთ რა მსისქე ფუნჯი აქვს. აი უსქელესი, ხალხო, უსქელესი ფუნჯი. და სხვათა შორის ძალიან მომწონს სქელი. აი ძალიან. ცუდია რომ ხა ვერ დავტესტავ. ნახეთ როგორია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად რომ გამოვიყენო. ამას მე თქვენ ერთად დავტესტავ, რაც ვიყიდე ყველაფერს. ამაში სადღაც 10 ლარამდე გადავიხადე თუ 12. რა არის ახლა სკლეროზი კავშირო? ხო, სუფთა სახლს მალე დაიწყება აქციები, ამიტომ რაღაცაები მინდოდა და არ ვიჩქარე და შეფაბში აღარ ვიყიდო, მაგრამ ზოგადად აღარ ვიჩქარე. ფიტო ვიყიდე, ჩემი საყვარელი საღებავი, უამიაკო, აგერ სულ რომ მეკითხებით მუდმივ რეჟიმში, აგერ არის ფიტო, რომელიც აღირს 5 ლარამდე. 5 არ არის 5 ლარამდე. თუმცა აქციები რო არის, ხან 2 და რაღაც ღირს. ამიტომ ეხლა ვფიქრობ დაველოდო აქციას და აი ცუდი რა აქვს სუფთას, აი სუფთა სახლო. პირდაპირ გეუბნებით. შემოიტანეთ ბევრი შავი. რომ მოკალთ ყავისფერი არ გვინდა ბატონო, ბევრი შავი შემოიტანეთ, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გვჭირდება შავი, ვისაც გვჭირდება და ვიყენებთ მოკლედ რა, ვისაც გვინდა და მოგწონს და არასდროს არ არის საბურთალოს ფილიალში, არ მიცკევიშთან ჩასახოთ. აი მან არასოდეს ერთზე მეტი თითქმის არ არის ხოლმე, როდის უნდა მოვიდე რომ 2 გქონდეთ, არ ვიცი, მაგრამ ახლა მჭირდება და არ იყო. თუმცა მოდი დაველოდოთ აქციებს და თუ იქნება 3-4 ერთად ვიყიდოთ. აი ესე მიაქვთ გენაცვალე ბევრი და მე ჩემსავით მე რო ვამბობ რომ წავიღოთ ხო და ჩემსავით მე აღარ რჩება ადამიანებს, ასე რომ 4 ბევრია, მაგრამ 3-ს მაინც ვიყიდეთ. ეს არის მოკლედ რაც შევიცინეთ. ეს არ ვიცი, ეს უნდა დავტესტო. ჩემზეც დავტესტავ და ამაზეც ქალბატონზეც. ამის სულზე გადავირიე. ნეტარები. კარგით.
მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვლოგი. პრინციპში რა მინდოდა მე თქვა, ბევრი რაღაცები მაქვს გადაღებული და ალბათ მე ავაწყობ და სავარაუდოდ მე დავდებ ან დღეს ან ხოლ არის კაც მარიცის. აი პატარ-პატარა კადრები რომელიც აღარ დავდე, აი ესე უნდა ავკინწო მოკლედ და მე ან დავდებ ან არ დავდებ, მაგრამ ნახოთ, ალბათ დავდებ. ეს ვიზავა, საწავიღვა. მოკლედ ესეთი ამბები, დღეს სასწაული დღეა და უნდა დავისვენო, ბატონო. დახვატვამდა. არაფრის თქმას არ აპირებ ჩემთვის? რამის თქმა გინდა ჩემთვის? არაფერი არ გინდა მითხრა? როგორ ვერ გავიგე? ხვატვამდა. ჩემთვის თქმა არ გინდა არაფრის? სწორად მოიქეცი? ამ დროს ყველას გული წყნარდება. დედებისაც და შვილებისაც. ჩადი და მოგცემ სახატავებს. სამსახურისთვის ჭიქა ვიყიდე, რომელიც ხოთაშორის სახლისთვისაც ძალიან მომწონს. მაგრამ უბრალოდ იმდენი მაქვს მართლა სხვადასხვანაირი, რომ ძალიან საყვარელია. თქვენ რას ფიქრობთ? ამაზე დიდი არც მინდოდა. მერისთვისაც მინდა, ამაზე დიდი არ მინდოდა. ერთი პერიოდი ძალიან ბუმი იყო ამის. ყველა მეორე ყიდულობდა და ხა რაღაცას თო შემელდა. ჩვენი ჭიქა დაიდებს ანბანელაში ბინას. გულმარჯოს ხავის მოყვარულებს. ხალხო, სწორად გავიგეთ. თუ არ გავიგებ, ნება თქვენია ვაფშე ძამჩენ ფილარმონიას, მაგრამ ისე რო თქვათ. დღეს ავიყავი დაბადების დღეზე, ვაიმე, ჯერო შემომხედავ რა ვიდი მაგ და დაბადების დღეზე აი ვარდი. აი ესეთი ვარდი ვიყავ. ხო და ულაგიათ კარებში ბახილები რა, ია ლაპარაკი, ახლა რა ვქნათ. აი წვეტი მაჩვია, ქუსლი, ჩავხობ გაიხევა, დაო, მე უთხარი, მეგობარო, სულიერო ძმაო, ვინც ახარ. მე უთხარი, თუ გინდა უკან წავალ, საჩუქარსაც უკან წავიღებ, მე უთხარი, ახლა ვერ გავიგე. 20 ლარი საჩუქარი იქ დამეტოვებინა? ხო და მე უთხარი, მე ჯუსტი მომიწამოვიცვა, მე უთხარი. უი დედა, დაბადების დღეზე ბახილები აღარ გამიგია. თო მაღალო. ნამუსო ბახილები. ახლა მოღალატე კაცებო. ჩაალაგეთ ბარგი. თქვენთვის გამოუშვი ერთი დიდი ტრაილერი. შეეყარეთ შიგნით და თავაი გეზე ოკეანეში. უვადოთ.